მოგესალმებით ეთერშია სტასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიევა გაგაცნობთ. საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში თომას ჯეფერსონის კვლევითმა ცენტრმა ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბთან ერთად გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების პროექტის ფარგლებში განახორციელა ლექციების კურსი სახელწოდებით ტერორიზმთან ბრძოლა, იდენტიფიკაცია და სტრატეგიული რეაგირება. პროექტის მიზანი იყო მონაწილეებისთვის მიეწოდებინათ ამომწურავი ინფორმაცია ტერორიზმის თანამედროვე გამოწვევების შესახებ და გაეცნოთ პრაქტიკული მეთოდები, რომლებიც მიმართულია ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში უსაფრთხოებისა და დაზვერვის ეფექტიანობის გაზრდისკენ. ასევე გაანალიზებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი რისკები, როგორიცაა ტერორისტული ქსელები, უცხოელი მებრძოლების ფენომენი და კიბერუსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები. კურსი ჩატარდა როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში. ჩვენი ცენტრის მისიაა საქართველოში ანალიტიკური კულტურის ამაღლება და კადრების განვითარება. რაც შეეხება ხედვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში ძირითადად ფოკუსირებულია ადაპტაციაზე და ინოვაციებზე. რაც შეეხება გეგმებს, გეგმავთ, რომ გავაფართოვოთ და გავაძლიეროთ კვლევითი საქმიანობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ, კიბერუსაფრთხოების მიმართ, აგრეთვე გეოპოლიტიკური რისკების მიმართ. ცენტრი აქტიურად უზრუნველყოფს კრიტიკული ანალიზის პლატფორმებს, რითაც უკვე ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ მიიღონ მაქსიმალურად ფუნდამენტური ინფორმაცია, განავითარონ კვლევითი უნარები, განავითარონ კრიტიკული აზროვნების უნარი ისევ და ისევ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში. ტერორიზმი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გლობალურ გამოწვევად მიმაჩნია, რადგან ის არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, არამედ არღვევს საერთაშორისო სტაბილურობას, შესაბამისად ზღუდავს დემოკრატიულ ფასეულობებს და ქმნის გეოპოლიტიკურ დაძაბულობას და სწორედ ამიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ მოცემულ პროექტში მივიღო მონაწილეობა. საქართველოსთვის მინდა ვთქვა, რომ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანა მდებარეობს გეოპოლიტიკურად სენსიტიურ რეგიონში, სადაც უსაფრთხოების რისკები მაღალია, როგორც მცირე რესურსების მქონე სახელმწიფო საქართველოს მაქსიმალურად უნდა გააძლიეროს, ასე ვთქვათ, საკუთარი თავდაცვითი, დაზვერვითი, პრევენციული შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილებას, თანამედროვე სტანდარტები და პროფესიული კადრების განვითარება პირდაპირ ახდენს გავლენას ქვეყნის სტაბილურობაზე და, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ განვითარებაზე და იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და, რა თქმა უნდა, უფრო დაუახლოვდეთ ევროპულ სტანდარტებსაც. პროექტმა რეალურად გაგვაძლიერა ანალიტიკური მსჯელობის, საფრთხების შეფასების, ინფორმაციის ინტერპრეტაციისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გაგების უნარებით და გარდა თეორიისა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა პრაქტიკულ სავარჯიშებს, რამაც დაგვარწმუნა თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის კრიტიკული აზროვნება, მონაცემების სიზუსტე და სწრაფი, სწორად არგუმენტირებული გადაწყვეტილებები. პროექტში გამოყენებული იყო სემინარები, ჯგუფური მუშაობა და ასევე დავალებებს ვასრულებდით ბრიტანეთის პორტალებზე. ამით მე ვფიქრობ, რომ მონაწილეებს საშუალება ეძლეოდათ უფრო გაეღმავებინათ საკუთარი ცოდნა და უნარები, რათა შეძლებოდათ ტერორიზმთან დაკავშირებული რისკების მარტივად გამოვლინება და შეფასება. თანამედროვე პერიოდში სპეცოპერაციები ნაკლებად სახიფათო და მეტად ინფორმირებულ პროცესად იქცა. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ პერიოდში ინფორმაციის მოძიება, დრონები და ციფრული ანალიტიკა საშუალებას იძლევა, რომ სპეცოპერაციები უკეთესად დაიგეგმოს და მათი რისკი მინიმუმამდე შემცირდეს. იმ სტუდენტებს, რომლებმაც გადაწყვეტეს უსაფრთხოების და დაზვერვის სფეროში კარიერის გაგრძელება, უპირველეს ყოვლისა ვურჩევ, რომ უფრო გაიღმავონ საკუთარი ცოდნა, როგორც თეორიულად, ისე ანალიტიკური მიმართულებით, რადგან აქ მნიშვნელოვანია უფრო კრიტიკული აზროვნების და ინფორმაციის სწორად დამუშავების უნარი. ეს პროექტი იყო ძალიან საინტერესო ჩემთვის, ვინაიდან რადგან მე ვარ საერთაშორისო სტუდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში და ძალიან ბევრისგან შევიძინე ტერორისტულ უსაფრთხოებებზე, ასევე ჩვენი კიბერუსაფრთხოების საკითხებზე და ძალიან საინტერესო თემა იყო აქედან გამომდინარე, რადგან საერთაშორისო სტუდენტს უნდა იცოდეს ეს ყველაფერი, საბაზისო სწავლა იყო ჩემთვის, ვინაიდან რადგან ჩვენ უნდა შევცვალოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი და ასევე ძალიან კარგი მენტორები იყვნენ, საკმაოდ კარგად განავრცეს ეს თემები, კარგად აგვიხსენეს ყველაფერი და სამომავლოდ როგორც ვახსენე, ჩვენ ხელში არის ჩვენი ქვეყნის ბედი და ეს ყველაფერი საბაზისო ცოდნა არის იმისთვის, რომ მომავალი შევქმნათ ჩვენით. ჩვენი ცენტრი მოქმედებს როგორც ხიდი საქართველოსა და საერთაშორისო უსაფრთხოების წამყვან ინსტიტუტებს შორის. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ქსელებს აქტიურად, რათა შემოვიტანოთ საუკეთესო უცხოური პრაქტიკა და ექსპერტიზა ტერორიზმთან ბრძოლის, დაზვერვისა და უსაფრთხოების მართვის მიმართულებით. მომავალში გეგმავთ მეტერთობლივ კვლევით პროექტს ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორებთან ერთად, რათა ქართველმა ახალგაზრდებმა უშუალოდ მიიღონ მონაწილეობა გლობალური უსაფრთხოების ცოდნის გაზიარების პროცესში და აქტიურად შეიტანონ წვლილი რეგიონალურ თანამშრომლობაში.
პირველ რიგში კურსი იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო, განსაკუთრებით იმ თემების გამო, რაც გავიარეთ. ტერორისტული ქსელების იდენტიფიცირება, კიბერტერორიზმი, უცხოელი ტერორისტები და მებრძოლები. ამ ყველაფერმა ნაცვლად გვანახა ყველას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობა. ტერორისტული ქსელები საზღვრებს არ ცნობს და არც კიბერუსაფრთხოება, მხოლოდ ერთი ქვეყნის საკითხი. ამიტომ ინფორმაციის გაზიარება, პარტნიორობა და ერთობლივი სტრატეგიები ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და პირდაპირ აისახება. როდესაც სწავლობ, როგორ იდენტიფიცირდება ტერორისტული ქსელი, როგორ ამოიცნობა კიბერტერორიზმის საფრთხები ან როგორ მოძრაობენ უცხოელი ტერორისტი მებრძოლები. უკვე გექმნება წარმოდგენა, რა პრაქტიკული ნაბიჯებია საჭირო. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ მონაწილეები ნამდვილად უფრო მომზადებულები ვართ ამ პროექტის შემდეგ და ვიცით რა ტიპის ანალიზი და მიდგომები მუშაობს უსაფრთხოების და დაზვერვის სისტემაში. ეს ცოდნა აუცილებლად გამოგვადგება მომავალში რეალურ პროცესებში და გამოვიყენებთ. მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენება წარმოადგენს დანაშაულს, რომელიც ცდება როგორც სამართლებრივ, ისე მორალურ ჩარჩოებს. პირადი ინტერესების გადარჩენისთვის მზად ხარ თავდნოთ საკუთარ მოქალაქეებს და მათ წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი გამოიყენოთ. შემდეგ კი სცადოთ ამ დანაშაულის დაფარვა. ამის შესახებ გახარია საქართველოს დეპუტატმა გიგა ფარულაბამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, რითაც უმრავლესობის წევრებს მიმართა მისივე თქმით ფაქტის გამოსაძიებლად პარლამენტში უნდა შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია. ჩვენ შემოვდივართ ინიციატივით შეიქმნას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია. ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რათა ხალხმა პირდაპირ მოისმინოს პასუხები და თავად შეაფასოს სიმართლე. ეს არის ყოველი თქვენგანის პირადი არჩევანის შანსი. შეძლებთ თუ არა საკუთარი სახელის გადარჩენას ამ მძიმე დანაშაულისგან თუ გსურთ დანაშაულის დაფარვის ოპერაციაში მონაწილეობა. თუ მართლები ხართ და დასამალი არაფერი გაქვთ ძალობნების სახელით ჩადენილ ქმედებებზე, მხარი დაუჭირეთ კომისიას. განაცხადა გიგა ფარულაბამ. საგანგაშოა, როცა ელჩი პირდაპირ ჩართულია დეზინფორმაციის გავრცელებაში და ორ მაგად საგანგაშოა, რომ ამას სტუდენტებთან შეხვედრით აკეთებს და მათთვის დეზინფორმაციული ნარატივის თავსმოხვევით სტუდენტების ტვინის გამორიცხვა ხდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, რომ ბრიტანეთის ელჩი სტუდენტებს შეხვდა და ისაუბრა, რომ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაზიანებულია, რადგან საქართველოში არსებობს ანტიდემოკრატიული ზეწოლა ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე. მისი თქმით, ეს არის ტყუილი და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წარმართული პოლიტიკური კამპანია, სადაც თავად ელჩია ანტიქართული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართული, რომელიც ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკური კამპანიის საწარმოოდ არის მიმართული, აქ გაკვირვებას არ იწვევს, რომ BBC დეზინფორმაციას ავრცელებს. პირიქით, ეს უფრო აღვივებს იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებისგან გვესმის თუ ვინ დგას BBC სიუჟეტის მიღმა. არის ეს ცალკეული ჟურნალისტი თვის შემოქმედება თუ სახელმწიფოს ჩართულობით წარმოებული ჰიბრიდული ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადა პაპუაშვილმა. შეზღუდვების დაწესება ისეთ ადგილებში, სადაც მანქანები არ მოძრაობენ, ყოვლად დაუშვებელია. ეს ფაქტობრივად გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კრიმინალიზებაა. ეს ძალიან მსუსხავ ეფექტს იქონიებს და მიზანიც გასაგებია. ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რითაც შეაფასა ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონ-პროექტი, რომლის მიხედვითაც დაუშვებელი გახდება ფეხით სავალი ნაწილის გადაკეტვა. თუ ამას შეკრება მანიფესტაციის მონაწილეთა რაოდენობა არ მოითხოვს. როგორც ქურდოვანიძემ პალიტრანიუსის გადაცემაში დღის ნიუსრუმის სტუმრობისას აღნიშნა, რაც კანონ-პროექტითაა გათვალისწინებული, საქართველოს კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაშია. რაც შეეხება კანონ-პროექტით გათვალისწინებულ კიდევ ერთ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დგინდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება თუ მანიფესტაცია ხალხის სამოძრაო ადგილას მიემართება. ქურდოვანიძის შეფასებით ეს აქციის გამართვას გარკვეულ ნებართვაზე დაქვემდებარებას გულისხმობს. მშვიდობიანი პროტესტის გამართვა ისე უნდა შეძლო, რომ სხვას დისკომფორტი არ შეუქმნა, თუ კი ვინმემ ისეთ ადგილას შეგზღოდა, სადაც აპროტესტებდა დისკომფორტს, არავის ოქნი კი ბატონო. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიტყვით, რომ ეს დარღვევაა და დაუშვებელია. აღნიშნული განცხადება პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში მორიგ-ჯერზე დაგეგმილი ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილეს. მაჭარაშვილის თქმით, ინიცირებული პროექტის ფარგლებში საუბარია პროტესტის ისეთი ფორმით გამოხატვაზე, რომ სხვებს დისკომფორტი არ შეექმნათ. საუბარია პროტესტის ისეთი ფორმით გამოხატვაზე, რომ მილიონობით ადამიანს დისკომფორტი არ შეექმნას. მაშინ რას ნიშნავს უმრავლესობის მმართველობა? იმ ადამიანებს ადამიანებად არ ცნობთ, ვისაც აქვს უფლება, რომ სამსახურში წავიდეს თუ როგორ არის საქმე. განაცხადა მაჭარაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ალეკო ელისაშვილმა თავად აღიარა ქმედება, რომელსაც ტერორიზმი ჰქვია, თუ არ უნდა რომ ამას ასე დაარქვას, ეს მისი პრობლემაა. თავად აღიარა დანაშაული. შესაბამისად, სამართლებრივი კვალიფიკაცია გასაგებია, რაც არის, ეს იგივეა ადამიანი მკვლელობას აღიარებდეს და გვამს არ აღიარებდეს. ასე არ არის ცხოვრება აწყობილი მან, რაც ჩაიდინა აღიარა. ყველა მოვნახეთ კადრებიც პირდაპირ ეთერში და ამას ტერორიზმი ჰქვია. როცა ვხედავთ მკვლელობას, ამას ჰქვია მკვლელობა, როცა აღიარებს ამ ფაქტს და არსებობს ვიდეო მტკიცებულებად სასამართლოს გარეშეც შეგვიძლია ჩვენი დასკვნები გამოვიტანოთ. რაც შეეხება ალეკო ელისაშვილის ბრალის სამართლებრივ შეფასებას, ამას რა თქმა უნდა სასამართლო გააკეთებს, განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ამასთან პაპუაშვილის განცხადებით პარტია ლელო ალდეს წევრია, შესაბამისად ალეკო ელისაშვილი და მისი პარტიაც არის ალდეს თანამებრძოლი. როგორც პირველი კანონმდებელი აცხადებს, ალეკო ელისაშვილი ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერია და ისინი თანამშრომლობას არჩევნების შემდეგაც აგრძელებდნენ. მისივე თქმით, ლელომ თავადვე განაცხადა, რომ მათი თანამებრძოლი ტერორისტია. ქიმიური ნივთიერების წყლის ჭავლში გარევა დანაშაულია, რომელიც ქართულმა ოცნებამ ჩაიდინა. მან თავისი განცხადებებით ეს დანაშაული აღიარა და ახლა უკვე ცდილობს, რომ თავი დაიძვრინოს. ამაზე მეტყველებს სუსის მიერ ჩატარებული ბრიფინგიც და სასწრაფო გამოძიებაც. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრმა დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პალიტრანიუსის გადაცემაში 360 გრადუსი განაცხადა. მისი თქმით, 3 დღეში დასრულებული გამოძიება მიუთითებს იმაზე, რომ დანაშაულის დაფარვასა და მიჩქმალვას ცდილობენ. ჩვენ ნდობის ხარისხი არ გვაქვს ამ ორგანოებთან, ამიტომ აუცილებელია, რომ საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს და ამ გამოძიების გაძლიერება მოხდეს საგამოძიებო კომისიით. თუ ეს კომისია არ შედგება და ვინც უარს განაცხადებს ამ კომისიის შექმნაზე, პერსონალურად გაითავისონის პასუხისმგებლობა, რომელიც ამ მიმართულებით დადგება. მოვა დრო, როდესაც თავისუფალი და დამოუკიდებელი სასამართლო იმსჯელებს და პასუხებს გასცემს ყველაფერს ისე, როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად, განაცხადა ტატა ხვედელიანმა. კანონმდებლობაში წერია, რომ კარცერში ყოფნის ვადა არის 2 თვე და ისიც იმიტომ ხარ კარცერში, თუ რამეს არ ხვევდა მე არაფერი დამირღვევია ციხეში. მე ადამიანის სახე კარგად მიჭირავს. ამის შესახებ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლოს ხდომაზე განაცხადა. მურთაზ ზოდელავას თქმით, აკრძალული აქვს სატელეფონო კომუნიკაცია და თulis, რომ ამგვარად მისი უფლებები ირღვევა. 74 წლისაა დედა ჩემი და არ ვიცი რა ვუთხრა, არ მინდა დავამძიმო ჩემი პოლიტიკური განცხადებებით. ტირის და ვერ ჩერდება. აღნიშნა მურთაზ ზოდელავამ. ცნობისთვის მურთაზ ზოდელავას ედავებიან, რომ ის უკანონოდ ჩაერია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში და საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით სცადა გადაემალა ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონი, რომლის ამოსაღებადაც სასამართლოს მიერ გაცემული იყო ჩხრეკის განჩინება. მურთაზ ზოდელავას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 364 მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჯანმრთელობას გისურვებთ, მესმის, რომ ამ სახით თქვენ გარკვეულ დამოკიდებულებასა და პროტესტს გამოხატავთ, მაგრამ აქ არის სრული სამართლებრივი ასპარეზი. ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა ბრალდებულ ზურაბ ჭავჭანიძეს, რომელიც მე-14 დღეაში მშილობს. როგორც მოსამართლემ ბრალდებულს განუცხადა, სჯობს, რომ ის მხრენდი და ჯანმრთელად იყოს და სწორედ ასე მიიღოს სასამართლო პროცესში მონაწილეობა. თქვენი უფლებაა შიმშილობა, ჯანმრთელობას გისურვებთ, მესმის, რომ ამ სახით თქვენ გარკვეულ დამოკიდებულებასა და პროტესტს გამოხატავთ, მაგრამ აქ არის სრული სამართლებრივი ასპარეზი და სასურველია. მხრენდი და ჯანმრთელად იყოთ და ისე მიიღოთ თქვენი საქმის განხილვაში მონაწილეობა. დანარჩენი თქვენი უფლება და სურვილია. მიმართა მოსამართლემ ზურაბ ჭავჭანიძეს. 2026 წლის 1 იანვრიდან ერთჯერადი დანიშნულების პლასტმასის ჭურჭლის მიმოქცევის აკრძალვასთან ერთად ფინანსური ჯარიმებიც წესდება. პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს პროექტს, რომლის მიხედვით ტექნიკური რეგლამენტის სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების საგნების შესახებ მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით შესაბამისი პროდუქციის კონფისკაციით. ჩამორთმეული პროდუქცია სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს გადაეცემა. მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის 1 იანვრიდან პლასტმასისგან დამზადებული ჩანგლების, დანების, კოვზების, ჩხირების, თებშების, სატრუპების და გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერების და მათი თავსახურების, ჭიქების და მათი თავსახურების წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება იკრძალება. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. რუსეთში ან 22 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით თვითმფრინავი ივანოვოს ოლქში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით თვითმფრინავი გეგმურ სატესტო ფრენას ასრულებდა.
ლუკაშენკოს ბოლოდროინდელმა პროვოკაციებმა, რომლის დროსაც კონტრაბანდულ ბუშტებს სამოქალაქო ავიაციის მუშაობის ჩაშლის მიზნით იყენებენ ლიეტუვა აიძულა საგანგებო მდგომარეობა გამოიცხადებინა. ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია X-ზე წერს. მისი თქმით, მტკიცედ უჭერენ მხარს ლიეტუვას ამ ჰიბრიდული თავდასხმების ფონზე. რეგიონული უსაფრთხოებისთვის საფრთხეების შექმნა გაგრძელდება მანამ, სანამ დიქტატურა არსებობს. მტკიცედ ვუჭერთ მხარს ლიეტუვას ამ ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ, წერს ტიხანოვსკაია. შეგახსენებთ, ლიეტუვამ ბელარუსიდან შეფრენილი საჰაერო ბუშტების გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბელარუსიდან კონტრაბანდული სიგარეტის გადამტანი საჰაერო ბუშტების გაშვება ქვეყნის სამოქალაქო ავიაციას საფრთხეს უქმნის. ანდრეი ბაბიში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ანდრეი ბაბიში დანიშნა. ანდრეი ბაბიშის პარტია ANO ხელისუფლებას ოფიციალურად მიმდინარე თვეში გადაიბარებს მათ შემდეგ, რაც მთავრობის კაბინეტის დანიშვნა მოხდება. კოალიციური მთავრობის შემადგენლობაში პარტია ANO-სთან ერთად მემარჯვენე ევროსკეპტიკოსი პარტიების, მოტორისტებისა და თავისუფლება და პირდაპირი დემოკრატიის წევრები იქნებიან. შეგახსენებთ, ოქტომბერში ჩატარებული ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ანდრეი ბაბიშის პარტია ANO-მ ამ მომრჩეველთა ხმების 34.5%-ით პირველი ადგილი დაიკავა. რუსული და ჩინური სამხედრო თვითმფრინავები სამხრეთ კორეის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შეფრინდნენ. ინფორმაციას როიტერსი სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ შტაბებზე დაყრდნობით ავრცელებს. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების განცხადებით 7 რუსული და 2 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში დაახლოებით დილის 10 საათზე შევიდა. ჩინურ და რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს სამხრეთ კორეის ტერიტორიული საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ. სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების ცნობით რუსული და ჩინური თვითმფრინავების იდენტიფიცირების შემდეგ ქვეყნის საჰაერო სივრცეში საკუთარი ავიაგამანადგურებლები განალაგეს. მარკო რუბიო დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ინფორმაციას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ივეტ კუპერმა რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი მშვიდობის მიღწევის მიზნით თანამშრომლობის მიმართ ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურეს. ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ასევე რუბიომ და კუპერმა ახლო აღმოსავლეთსა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში არსებული ვითარება განიხილეს. სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვეს ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის აუცილებლობას და თავისუფალი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის მნიშვნელობას, აღნიშნულია განცხადებაში. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.